მსოფლიოს ყველაზე კრიტიკულ საზღვაო დერეფანში ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა ფაქტობრივად პარალიზებულია. ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული დაპირისპირების გამო ასობით გემი სპარსეთის ყურეში გაჩერებულია და ეკიპაჟები უსაფრთხოების გარანტიების მოლოდინში არიან. შედეგები უკვე აისახა ნავთობის ფასზე და კატეგორიის მიხედვით ბარელზე $90 აჭარბებს. Goldman Sachs ვარაუდობს, რომ კონფლიქტის განხანგრძლივების შემთხვევაში მიმდინარე კვირაში ნავთობის ფასი $100 გადააჭარბებს. ქვეყანაში ინფლაცია ისევ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია. ეროვნული ბანკის მონაცემებით თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 4,6% შეადგინა. მაღალი ინფლაცია ძირითადად სურსათის გაძვირებას უკავშირდება. მიზეზები ნაწილობრივ საბაზო ეფექტი და საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასების ზრდა, ნაწილი კი ადგილობრივი ფაქტორებით აიხსნება. თებერვალში ადგილობრივი წარმოების პროდუქტის ინფლაციამ 6,9% შეადგინა, ყველაზე მეტად პური, ხორცი და ყველი გაძვირდა. შერეული წარმოების პროდუქტების ინფლაცია 6,2%-მდეა გაზრდილი, სადაც მნიშვნელოვანი წილი ოქროს გაძვირებაზე მოდის. იმპორტირებულის დეფლაციამ კი 0,7% შეადგინა, რაზეც საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფება მიმოქმედა. იანვარში იურიდიულ პირებზე ეროვნულ ვალუტაში გაცემული სასხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0,3% პუნქტით შემცირდა და 12,9%-ს გაუტოლდა. 0,2%-ით 9,2%-მდეა შემცირებული უცხოურ ვალუტაში გაცემული ბიზნეს სასხების პროცენტიც. სამაგიეროდ მცირედით გაიზარდა ეროვნულ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სასხების განაკვეთი და 12,2%-ს უტოლდება. უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სასხების პროცენტი კი თითქმის უცვლელად 7,8%-ზე ნარჩუნდება. იანვარში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია ოდნავ შემცირდა და 42,4% შეადგენს. ბიზნეს სექტორის საქმიანობა კი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საქსტატის ინფორმაციით 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბრუნვის მოცულობამ $60 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად თითქმის 13%-იანი ზრდაა. ბრუნვის მოცულობაში ყველაზე მაღალი წილი გართობა და დასვენების სექტორზე მოდის, მეორე პოზიციაზე კი ვაჭრობაა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც, სადაც დიდი წილი უკავია დამამუშავებელ მრეწველობას, ვაჭრობას, მშენებლობას, ტრანსპორტის სფეროს. გაზრდილია დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაც, რომელთა საშუალო თვიური ხელფასი $3,600 გაუტოლდა. დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით კი ვაჭრობის სექტორი ლიდერობს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბოსტნეულის მწარმოებლებთან სარწყავი წყლის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გასული კვირის ბოლოს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სარწყავი წყლის ტარიფის სუბსიდირების მექანიზმში განხორციელებული ცვლილებები. აღინიშნა, რომ წყალმომხმარებლებთან სამელიორაციო მომსახურებაზე დროულად გაფორმებული ხელშეკრულებები უზრუნველყოფს სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას და სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. დადგენილებით ტარიფი განისაზღვრა სხვადასხვა კულტურებზე, მაგალითად, ერთწლიანი კულტურების 1 ჰექტარზე მორწყვა $111.5 ლარი იქნება, მრავალწლიანი კულტურების მორწყვის ფასი კი 1 ჰექტარ ტერიტორიაზე $102 ლარი. ახალი წესით მთავრობა სეზონზე 3 მორწყვას დაასუბსიდირებს, დანარჩენი თანხის გადახდა კი თავად ფერმერებს მოუწევთ. დღეს მომხმარებლის დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეული იხსნება. ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები. ღონისძიების მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. კვირეულის ჩატარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება. კვირეული საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება, ის 16 მარტამდე გასტანს. ღონისძიებები კი გაიმართება როგორც თბილისში, ასევე გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში.